ის ნახევარი თუ მოუმატებ ლუკა ვუყურა ჩემს ვლოგს ბერლინში. მეგობრებო, რეიმენსის ოუნერი. რეიმენსის ოუნერი და ერთი წამით ხელქვეითი. ისეთ გაგანია ახმელიაზე ვარ თქვენ ჯვარი გწერიათ და რატო გადავწყვიტე რომ მაცივრის გადმოლაგება და სახლის დალაგების დაწყება იქნებოდა ძალიან კარგი იდეა. მართლა არ ვიცი, თან ისე რომ ძაღლი გარეთ არ გამოყვანია ჯერ და პირველი ხდება და ამ საწყალს შეხედეთ. ვამა, ჯობი ბაცი, ავიდარი, ჯობი ბაცი. მოდი აქ. ლაშა დალახაძე, პატარა რვაფეს საწვივარი მიშული. გაგიკეთო ეს? ის გინდა? რურუკი გავასეირნება რა. ამ სახლის დაალაგება ძალიან მეზარება. პარალელურად 4-ზე ჩავეწერებ რჩხილებზე, იმიტომ რომ შილაკი არ გამიკეთებია მილიონი წელი არ მიყვარს შილაკი, მაგრამ მომბეზრდა ამის ყოველდღე კეთება. ძალიან პახმელიაზე ვარ, რატო დავიწყე სახლის დაალაგება. ჩემი აზრით, ჩემი მუდმივად სინგლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ კიდია, როგორ ანუ თუ ხასიათზე არ გაბრანჭვის, კიდია, როგორ გამოვიყურები ინტერნეტში, ჩემს ვლოგში, გარეთ ძაღლის გასასეირნებლად რო გავდივარ, ანუ არ კიდია, მაგრამ თუ ხასიათზე ვარ და გაბრანჭვის, აი მაშინ ლომაზესი და უკეკულოცესი და ყველას ვებრანჭები. განურჩევლად ყველაფრისა, ან მართლა ყველას ვებრანჭები. და ისეთი ვარ, აკეკულოცა. ეხლა არის მომენტი, როცა მე კიდია და გამოვიყურებოდი ასე. მეცაც გეტყვით, ქუჩაშიც ასე გავედი. დაჟე უარესად თმა მქონდა აწეული. და ქუჩაში რო გავედი, ვიღაც ბიჭს ვეჩხუბე, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო ქუჩებია და ტროტუარზე ყავდა დაპარკინგებული მანქანა და გავიგე რომ ადგილი არ არის და ყველას უჭირს დაპარკინგება, მაგრამ ისე მაინც დააპარკინგე რომ გვერდულად მაინც გავიარო და მაგის გამო იძულებული გავხდი რომ მივჭეჭყილიყავი რაღაცა კედელზე, თან ძაღლით ვიყავი და დავისვარე მთლიანად და ანუ რომ მომუტრიალდი ხალხო. ანუ რომ მომუტრიალდი? ანუ ესე აწია, რაღაც პეჟოში იჭდა და რომ მომუტრიალდი? აი სად გიყენია მეთქი და ესე თითი დაეჭირა კნოპკას და ფანჯარა ნელ-ნელა ადის. არ ვიცი როდის და როგორ და რატომ, მაგრამ მე გავიზარდე იმ ქალად, რომელიც ქუჩაში დადის და ვიღაცებს ეჩხუბება. არასწორ პარკინგზე. ქუჩაში ნაგვის დაყრაზე, მაგაზიც ეჩხუბა ერთხელ ერთს ტაქსიდან ისროლა ნაგავი ურნასთან. ანუ პარკით, აი ესე ისროლა და მე შეძახს ვასეირნებდი და მეთქი ანუ რას აკეთებ მეთქი, რა კულტურაა თქო რა, იმიტომ რომ ესე ისროლა და გაიფანტა და მე ის ნაგავი დაფრინავს ქუჩაში და ზოგადად აი ისეთი უკულტურო ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქში, ისეთი უკულტურო რომ უბრალოდ შოკში ვარ ხოლმე რომ აი საიდან მოდის, ანუ ეგ ხო ელემენტარული რაღაც არის, მართლა ელემენტარული რაღაც არის, სხვისი გათვალისწინება და იმ გარემოს გათვალისწინება, რაში ცხოვრობ და რომ მარტო შენ არ ხარ ამ სამყაროში და ამ ქალაქში და ამ ქუჩებში და ამ ხო ძალიან ვიჩხუბე. წავიდე ხა დავაკეთებ. რურკა, დავიწყო სახლის დაალაგება. რატომ მომიცოცხლდა ეხა იცით, მე კი არ ვუყვარ, ვარ საჭმელი დავიდე. რომ ეშილაკებოდა.
ეხლა ორმა ისეთმა ლამაზმა და ისეთმა გაპრანჭულმა გოგომ ჩამიარა, რომ მეთქი ანუ იმას რატომ გავარ White Walkers არ ვიცი, მაგრამ მალე მექნება შტატივი და ესე მოხრილი გადაღება არ მომიწევს ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი წელისთვის მაინც და მაინც კარგი არ არის. რიქებს გავაკეთებ, მარიხი არის ჩემი მეგობარი, რომელმაც წინა თვეებში ზართული პერიოდი გამოიარა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში, ახლა გადის რეაბილიტაციის პერიოდს. და ეგ არის. წინა ვლოგში პირველად ავედით მთელი სამეგობრო მარიხთან, მთელი არა, მაგრამ ვისაც შეგვეძლო და დღეს პირველად გავდივართ გარეთ, მარიხი გადის პირველად გარეთ, მე სულ გარეთ ვგდივარ. მარიხთან ერთად გავდივართ პირველად გარეთ პური გულიანში ლანჩზე. მინდა გაჩვენოთ ჩემი ულამაზესი საყურეები, რომელიც ვიყიდე ბოჰისტაში. ანუ გთხოვთ, ულამაზესი. გუშინ ჩემს მეგობრებს ვკითხე, რომ ხვალ გადავიღო ვლოგი თუ შეგარგოთ ლანჩი თქო და მხოლოდ დამიჰაჰეს რაღაცა ეგეთ იქნეს მოკლედ და შესაბამისად რადგან არც კი უთქვამთ არც არა გადავწყვიტე რომ არ შევარგო და გადავიღო ეს ვლოგი. რას მიზამენ დამშორდებიან? ვერ დამშორდებიან. იმიტომ რომ ძალიან რთულია რომ მე თავიდან მომიშორო, როცა ჩემი მეგობარი გქონია. თუ მიჩივლენ სადაც უნდა. მაგათი მაქსიმუმია რომ დაიწყონ აუ სალი, შეგვარგე, აუ სულ ტელეფონი შეიძლება გეჭიროს ხელში, კარგი გოგო. ეს არის მაგათი მაქსიმუმი და თუ შევძელი გადაღება გაჩვენებთ რომ მართლა ეგრე მეკცემია ხოლმე. გადასულე. ეს ორი რო გადავსვან თუ შეიძლება რა. მაგას ამბობდა ეგრევე. ვინმეს უფრთო ანგელოზები არ გეგონოთ ეგენ, იმიტომ რომ ჩემს სამეგობროში უფრთო ანგელოზი ვარ მხოლოდ მე და მარიხი კინაღამ გახდა ფრთიანი. დიახ, ასე ვხუბრობთ. ძალიან კარგად ვიხუმრე. ლავ წავედი. ამასაც ვიტყვი და всё, გავედი მართლა მაგვიანდება. მინდა რომ გუშინ რომ რეივენსში ვიყავი ჩასული ისეთ ფორმაში, როგორც ახსოვს ერნებ ხოლმე და რაღაც მოცუნცგლული და მეცვა გასაფარსი ჯემპრი და ჩემო მეგობარმა მარიამ შულაძემ ძალიან დამცინა და ჩამდა მიწაში, იმიტომ რომ არცერთ ეგრე არ ვქცევით. როცა თუნდაც აქვე მივდივარ სადმე ბარში თუ რავი ონორეს ჩავდივარ რაღაც მსგავსი, მაინც ყოველთვის მოპრაჭული რაღაცა ძირითადად ყოველთვის ლამაზი ვარ ხოლმე და გუშინ მარიამ მომწერა რომ ეხლა გამოვიდა და ჩავიდეთ და წინა შაბათსაც რო ვიყავი ამ რეივენსში, კაცშვილი არ იყო, მე და მარიამ ვიყავით და ბიჭები. და ჩავედი აი რავი როგორ იცი რომ თან მშიოდა და საჭმელი არ მქონდა, ღამის 12 საათი იყო და რომ მომწერა მაგას ვფიქრობდი რომ ეხლა გავიპრანჭო, მაგას ვფიქრობდი რომ საჭმელი გამოვიძახო ამ შუაღამისას თუ დავიძინო თქო. და მეთქი ეხლა ამ შუაღამისას რა დრო საჭმელია დავიძინებ თქო. მარიამ რომ მომწერა ვფიქრე რომ ეს ალბათ ნიშანია რომ ამაღამ უნდა ვჭამო თქო და ჩავიდი რეივენსში. და აი რაღაცა რა მოკლედ და მინდა რომ გუშინ ვინც რეივენსში იყო და ის მოძუნძგლული ვნახა კუთხეში მიმჯდარი რომ ვიყავი bitch please. სამთარია და უბრალოდ მეტის საშუალება არ არის, ხო? ზა. ასეთი მოძრაობებისგან თავი უნდა შევიკავო. წავედი. არა მეთქი ვიღაც ნაცნია. მადლობა მეტელები. მართლა სულ. This is bullying ჩვენ საყარეს საქმე. მადლობა ძალიან ლამაზი ხარ. მე ძალიან ლამაზი. რა ამაზე გიგები. აუ გოგო მართლა სალი ცოტნე ადგა რომ ადგა ცოტნე ადგა მე შენადი კი
კაი ვქონდა. ვაცადეთ ეხლა თქვენ. მაგას მოვედით. მეგობარი არის მოხსოვილია. ჩემი ფლეგები მე? როგორ ხასიათზე? ვაიმე გადაიღეს ვიდეოში ყოფილი გქონდეს. როგორ ხასიათზე? არა, ძალიან ხასიათზე. მადლობა. მოვედით მოკლედ მარეხთან. მეგობრები და არის ძალიან. რომელი ფიქრობ რომ უკვე ჯამთანი ვარ. ეტლით ვარ. აჰა, მოიფიქრა. არავინ არ იფიქრებდა, რომ წინა შესავალი მაქვს უდიდესი. Ai, Cadria, mადლობა. აჭარო ბიჭამე? გოგმარი გადააწვიტე ესე ხო თან როგორ უნდა გააღო ისი პერი ბოლომდე არ აღებ და აი რაღაცნაირად უნდა ქარე საში თამარ შენ ეგრე გკერავ და რაო ეგრე გკერავ და ანუ ხელი რო გადახვეული და აწიტებს თამარ ჩვენთან აგერ მაგ თან ანუ რომ ხალისთან რო გიჭირა ეგ ეგრე არ უნდა გეჭირო არა ესე უნდა მეჭირო ხან ცალკე ცოტა ისე რომ აი ფუ რა მიჭირა ფუ იმენ აი ხალისჩანის დედაში რიკაი და ამან ეს სკამი სად გააძრო გამეს სად გააძრა ეს სკამი ნიკას მანქანაში ხო გამოგადგა. ლიზებს საშოპინგოდ შემოვიარეთ მერაკში საჩუქრები უნდა ვიყიდოთ ვისაც გეგონათ რომ მტრები ვიყავით როცა მარტოები ვართ არა ხალხში ვაბულინგებ მარტო კი მანდ მუშაობ არ კარიჭები ოფისი მაგრამ არ დავდივარ ოფისში what's that რაქს რურუ ჩამოდი მეგობრებო, მადლობა რომ მეწვიეთ. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემაა გასაუბრება. ვის ვესაუბრებით, რაზე ვესაუბრებით და სად ვესაუბრებით, ამაზე ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ბატონი ნიკოლოზი. ბატონი გამეზი. ეს ვისაც ესაუბრება მოხვეს. კაი დავიწყე. არ მინდა ეს კარნახი. ბატონი სალი მე თქვენი უცვლელი წამყვანი დევდო. ჩვენი პოდკასტის სპონსორები თქვათ ერთი-ორი სიტყვა, სპონსორია Coca-Cola. ყველანაირი ფორმის Coca-Cola არის ჩვენი სპონსორი, ზერო, კლასიკი და მცირე Coca-Cola. მაგრამ იქამდე სანამ Coca-Cola იქნებოდა ჩვენთან, მოდი პატივი მივაგოთ პირველ სპონსორს, რომელიც არის ლიკანი. ბატონო კარგი, შეგვიძლია დავიწყოთ, რადგან სპონსორების თემა მოვიხილე. რადგან სპონსორების თემა მოვიხილე. გამოვიდა. ბატონო, აუ, სტუდია. კატო. ბარემ მოგიწოდეთ, რომ აი აქ გამოჩნდებათ და დაგვაფოლოვეთ, ზარის ღილაკს რო დააჭიროთ, აი აქ ამონახდება. ამომინათე რა თუ შეიძლება აკათე კატო
ვისაუბროთ გასაუბრებაზე, ხო? კი ბატონო. ვის რა გამოცდილება გვაქვს გასაუბრებასთან დაკავშირებით? თუ გიაც ვერ მოგვიყვებით გასაუბრებაზე ისტორია. მოდი ბიო მოგვიყვეს. იმიტომ რომ მე 10 წუთი უნდა გავიდე და ბავშვი ყავს დასაყრა, ამიტომ მალე მოყვები. ერთხელ კომპანიას ვერ დავასახელებ და არ დავასახელებ, მაგრამ საათი მითხრეს ცოტა უცნაურად გასაუბრების. საათი გითხრეს? ანუ გასაუბრების საათი, რომ საათიც უნდა მისულიყავი. მაგალითად 12 საათი და 15 წუთი. და ისედაც მანამდე სამსახურში ვიყავი და მის კომუნიკაცია მოხდა ასე ვთქვათ და არასწორად გავიგე დრო. რა პირობითად რო ვთქვათ, იმის 12 საათი 15 წუთი და მე გავიგე 12-ის 15 წუთზე. მივედი 12-ის 15 წუთზე. 1 საათი მივედი გასაუბრებაზე და უკვე ფეილით დაიწყო ეგ ამბავი, რომ ადამიანმა საათის ცნობა არ იცის. მოჩქარეს მოუგვიანდესო. შეიძლება და ეგრეც კი ბატონო. კი ბატონო. ამიყვანეს ამიყვანეს მაგრამ მე ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ვეთქვი გამოცდილებას რომ აუცილებლად დააზუსტონ საათი. მე გამიმართლა, კარგ ადამიანებს შეხვდი და გაიგეს რომ არასწორად გავიგე მე საათი. ცოტა და ცნობა არ იცის. ეგ მე გაიგეს ცოტა დავიტანე არ იცოდნენ. მაგრამ სხვა შეიძლება ეგრე არ გამომართლოს. ამიტომ 10 ჯერ რომც ვერ გაიგოს დააზუსტებინეთ დრო გასაუბრეთ. 10 ჯერ თუ დააზუსტებინეთ, բայց ვიდეო იყოს იქნება. და არ დაგიბარებ. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ადგილი, გასაუბრების ადგილი. ამასთან დაკავშირებით ისტორიას სალი მოგვიყვება. რამე ისტორია ხარ? მე არ ვიცი შენ მოგვიყვება. გასაუბრების ადგილი. სხვათა შორის ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი კი. უნდა იცოდეთ, რომ კანდიდატებს შეუქმნათ ესეთი კომფორტული გარემო და ამის გამო მიმდინარე სამსახურში, სადაც ახალ მუშაობ, გასაუბრებაზე დამიბარა ჩემმა ამჟამინდელმა უფროსმა ანტრეში. როგორც ხედავთ, ანტრე აქ ამონათდება, რომ ანტრე არის კოცების. და არ მიხვიდეთ მან წამოთ არაფერი არ შევუკეთოთ. რა ვიცით რომ არ არის. რა ვიცით რომ არ არის. თემეზით არის. ხო, არის. როგორც ეს მე ერთი როგორც ისტორია ლონდონის. როგორც ეს პოდკასტიც არის კოცების, ისე კი. ეს პოდკასტი რატო არის? ყველაფერი კოცების არის და პოდკასტი ფუკოს პოდკასტი. მოიწია. ეხლა გამეზა უნდა მოგვიყვას თავისი გასაუბრების ისტორიას და კაი, არ მინდა, გამეზა არ მინდა. მე მოყვები მაგის მაგივრად. ესე იგი. გამეზას პროფესია გავაცნო. თუ გამოიცნობთ, სად შეიძლება კონდეს გასაუბრება დატა ინჟინერის პოზიციაზე ბატონ გიორგის. დაველოდოთ ეხლა, დაველოდოთ 3 თუ გამოიწერეთ ჩატში დაგვიწერეთ კომენტარებში, დაგვალაიქეთ, დაგვასაბსკრაიბეთ, მოგწერეთ X-ზე. დონაციის ლინკით კომენტარი. დონატელოზე შეგარის დონაციის ლინკი. ორ შაბათობით დონაციის ქალბატონ ლინკი არა იყო. შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე ქალბატონ დონორა გიპასუხებს. იქ დაელაპარაკეთ, დაგადონატებინათ ყველა. გამოიცნეს თქვა, გამოიცნეს. ორი ვერსია უნდა. ორი ვერსია აგაჟნერებულა. ის გამოიცნობს 1000 subscriber-ზე გავათავისუფლებ. 1000 გასაუბრების. მომეწონა ეს პოდკასტი და მიკროფონები ხომ მართლა გავაკეთე. გარიგ. ეს სერიოზული. 30 პლუსად ვიწევს. просто. ზაღლები ყავს უკვე. გუშინ ხაი გადათვალიერებ რომ ანუ აქციების მიზანია საბოლოოდ ის იყო რომ ყოველს პოდკასტი გაეკეთებინა. მართლა ყველა პოდკასტი გააკეთა. მე გამაიტებს ისე უსპონსორო დროს ხენა ხოლმე რა. ხო. ხო შეგიძლია თქვა რომ კოკა-კოლა არის ჩემი სპონსორი. გამოგეგმებიან რომ რატო ამბობთ ანუ.
დაიდე ერთი მოყვა. თან ყურე სტატუს გიწევს რა. სტატუს გიწევს რა. ვიღაც ისეთი პოდკასტი აქვს, რომ კოკა-კოლა ასპონსორებს. რაღაცა უკვე ვიღაცებს გორდიაძეში აერევი მაგალითად. ვიღაცებს გორდიაძეში აერევი. ჩვენ სპონსორია ერი. იმიტომ გვაქვს ყველა საიფონები. კი ბატონო. დიდი მადლობა ერი. კარგი, დაგემშვიდობებით. 1000 გამომწერზე როცა ავალ. სალი. მოგიყვებით სადიღო გასაუბრებაზე. შემდეგ დატა ინჟინერი გიორგი. დატყანი არ იქნება გპირდებით, რადგან მიკროფონებით ვიქნებით, თუმცა ისინი დატყანს გააჩნდებიან. ბარია მე ხა დაახლა აიცა. ისე უნდა გავშალოთ, რომ ეს რომ არჩევია. ამ სიმღერაზე წავა რა. ბობა დავშეცვალა აუ გაიწიეთ ერთი. აგრად შეიძლება. ფეხზე თუ იდებ არ შეიძლება. ხვედი გაიგეთ. ჩა ავისაკოსაჭა არ არის შევისაკოს სხლის ამგრი. ნიკო ჩაატუნტურა და მე რა მოატუნტურა. მიხარია რომ კამერა ჩართული მაქვს. გულწრფელად მაინტერესებს. ბიჭო, გატყოდო. გაგკეთე, რა თავს გაგკეთე. ხო, დაი გულწრფელად მაინტერესებს რა. სალის YouTube-ის YouTube-ზე მაყურებლების კომენტარებში მინდა რომ ის ხალხი გამოეხმაურონ, ვისაც აინტერესებს სალი როგორ ჭამს ხალხს. აი ეს კონტენტი, აი კონკრეტულად რომ აი ამას რო ჭამს მენდელს მიქონა და მიწადე. აუ მუშის ხოლმე მაგრა იმოგზაურა. ეს არის ჩემ ბლოგში ნახავ რაც ხდება რეფერენსი იყო ჩვენი პოდკასტის ჩემდა ჩვენი სპონსორია ლიკანი აი მეგობრო ოფი